მოგესალმებით მეგობრებო, ჯერ კიდევ არ გაგვიანებია ქართული კრივის კომაგებს 2 მაისის ემოციები და სულ მალე 31 მაისს ახალი საკრივო შოუ გველის. მე ლევან ქერდუყოშვილი ვარ. კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდში კი მე მოგიყვებით მოახლოებული ბრძოლების შესახებ. მაშ ასე მინდა გითხრათ, რომ 31 მაისს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ერთი დიდი საკრივო შოუ გაიმართება საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით. ამ ღონისძიების მხარდაჭერი გახლავთ საქართველოს სპორტის სამინისტრო. იქნება მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები, სადაც ერთმანეთს შეერკინებიან გამორჩეული ქართველი მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან. მე გაგაცნობთ მათ შესახებ ინფორმაციას და ანონსს. მას ასე ამ დღის მთავარი ინტრიგა უგამოცდილესი მოკრივეების დაპირისპირება იქნება ერთმანეთს შეერკინებიან გორელი ნუკრი გამგებელი და თბილისელი ბექა მურჯიკნელი. ორივე ეს მოკრივე არის მართლაც ძალიან გამოცდილი, უამრავი ორთაბრძოლა აქვს გამართული როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში უამრავი წარმატებისთვის აქვს მიღწეული, ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამოცდილ მოკრივეებად ითვლებიან ორივე მათგანი და 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ძალიან დიდ ბრძოლას და ფიცხელომს ვნახავთ. ბექა მურჯიკნელს ჰქონდა გარკვეული პაუზა კარიერაში, არ უჩხუბია კარგი ხანია, საინტერესოა როგორ ფორმაში იქნება ბექა, რაც შეეხება ნუკრი გამგებელს, ის ორი ძმიდან ერთ-ერთია, მოგეხსენებათ მისი უფროსი ძმა ანზორ გამგებელიც პროფესიონალი მოკრივეა. ნუკრი გამგებელი ამჯერად ვარჯიშობს გორში, ვლადიმერ ჯანეზაშვილის ხელმძღვანელობით და ველით მართლაც საოცარ დაპირისპირებას. ამ ორ მოკრივეს ნამდვილად შეუძლია თავგანწირვა, ნამდვილად შეუძლია მაღალი დონის ბრძოლის შემოთავაზება, ნამდვილად შეუძლია ომი რინგზე და ვნახოთ, რას შემოგთავაზებენ ისინი ამჯერად. ძალზე საინტერესო დაპირისპირება იქნება რუსთაველი ლევან ჯოხაძისა და გორელი ნიკა მთიულიშვილის ჯახი. ეს ორი მოკრივე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა წინა საკრივო შოუზე, ნამდვილად ძალიან კარგად წარმოჩინდა ორივე მათგანი, აჩვენეს ბრძოლის უნარიანობა, აჩვენეს ხასიათი, აჩვენეს რომ შეუძლიათ მაღალ დონეზე ასპარეზობა, ახალგაზრდა მოკრივეები არიან ორივე და აი ახლა უკვე ამ შოუზე ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან. ორივე მათგანს მინდა უსურო წარმატებები. ველით მათგან მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო შედეგი. კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა შედგება თამაზ ურუშაძესა და ვახტანგ ბეგაშვილის შორის. ვახტანგ ბეგაშვილი წარმოადგენს თბილისის ვერის ბაღის კრივის დარბაზს, რაც შეეხება ურუშაძეს, ის გახლავთ კრივის კლუბ გლების წარმომადგენელი. ეს ორი კრივის დარბაზი მართლაც გამოირჩევა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კრივის დარბაზებია პროფესიონალური მოკრივეების მომზადების კუთხით. და ორივე მათგანს მართლაც ნამდვილად არ დაეწუნება ოსტატობა, არ დაეწუნება ბრძოლის უნარიანობა, ორივე მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის გავა რინგზე, დანარჩენს ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ. კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ტყემალაძე დებიუტანტ ბესო გაბუნიას დაუპირისპირდება. ავთო ტყემალაძეს გამართული აქვს რამოდენიმე ბრძოლა, მოასწრო უცხოეთში ასპარეზობაც, არის საკმაოდ კარგი მოკრივე, მაღალი ტექნიკით, საკრივო ხასიათით, მებრძოლის სულით. ტყემალაძეც ამჯერად ემზადება ვერის ბაღის კრივის დარბაზში და ვფიქრობ, კარგ ფორმაში შეხვდება ბრძოლა. რაც შეეხება მის მეტოქეს, ბესო გაბუნია წარმოადგენს გუდიანის გუნდს. გუდიანები ყოველთვის კარგად არიან მომზადებულები და მისგანაც მხოლოდ საუკეთესო ბრძოლას ველით. პროგნოზის გაკეთება ცოტა გაჭირდება, თუმცა ნამდვილად მაგარი ბრძოლა რომ იქნება, ამას წყალი არ გაუვა. დებიუტანტი გიორგი რაზმაძე იბრძოლებს ქუთაისელი ლევან რობაქიძის წინააღმდეგ. საინტერესო დაპირისპირებას ველით. ლევან რობაქიძეს გასულ წელს ჰქონდა რამოდენიმე ბრძოლა, ყველა ბრძოლაში მან აჩვენა თავისი მტკიცე ხასიათი, ბრძოლიდან ბრძოლამდე უმატებდა. რაც შეეხება რაზმაძეს, ეს მისთვის დებიუტია და ვნახოთ, რას შეძლებს სადებიუტო ბრძოლაში. ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამაინტრიგებელი ბრძოლა შედგება გაგა კიკნაძის მონაწილეობით. გაგა კიკნაძემ წინა შოუზე თავი წარმოაჩინა როგორც ძალიან მაგარმა მებრძოლმა და ვადაზე ადრე დაამარცხა მეტოქე, ის ყალიბდება გულშემატკივრების ფავორიტად და ახლა აქვს შანსი საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს ინდოელი მეტოქის წინააღმდეგ დევანში. ინდოელი მებრძოლი, რომელიც თბილისში ემზადება გუდიანის გუნდში, როგორც მას ახასიათებენ, ძალიან ტექნიკური, ძალიან მაგარი მებრძოლია, ახალგაზრდა ბიჭია, დარწმუნებული ვარ, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა იქნება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოდის დევანში საგულშემატკივროდ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს გაგა კიკნაძესაც და ვნახოთ ეს ორი მოკრივე რას შემოგთავაზებს უშუალოდ რინგ. ველოდი მიქელაიას შემდეგი ბრძოლა 2026 წელი დაიწყო ველოდი მიქელაიამაც ასპარეზობა პროფესიონალურ კრივში და აი უკვე მესამე ორთაბრძოლას
მართავს, მართლაც ერთ-ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოკრივეა, ახალი სახეა, თუმცა უკვე შეძლო გულშემატკივართა გულების მოგება მიქელაიამ, რაც შეეხება მის მეტოქეს, ძალიან გამოცდილი მოწინააღმდეგე ეყოლება ველოდი მიქელაიას, ეს არის გორელი თორნიკე გიკაშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი უნახავს რინგზე, ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს გამართული საქართველოშიც, უცხოეთშიც, ძალიან გამოცდილი მოკრევია, ძალიან გამოცდილი მებრძოლია. ნახოთ როგორ ფორმაში დაუბრუნდება იგი რინგს და რას შემოგთავაზებს ამ ორთა ბრძოლაში. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში დებიუტანტი ბორჯომელი მოკრივე ბექა ლომსაძე იასპარეზებს. ბექა ლომსაძეს წინა შოუზეც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მეტოქის სამედიცინო პრობლემების გამო ის ბრძოლა არ შედგა და აი ახლა ეძლევა შანსი ბორჯომელ მებრძოლს გამოავლინოს თავის შესაძლებლობები დუშეთელი მერაბ ჭინჭარაულის წინააღმდეგ. მერაბ ჭინჭარაულიც მართლაც გამორჩეული მოკრევია, ძალიან მაგარი ბიჭია, მოასწრო უცხოეთშიც ასპარეზობა, საქართველოშიც გამართა რამოდენიმე ბრძოლა. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული ორთა ბრძოლა შედგება ლომსაძესა და ჭინჭარაულის შორის, ასე რომ გულშემატკივარებმა აუცილებლად უნდა ნახოთ აი ეს ორთა ბრძოლა. წინა შოუზე წარმოჩინდა ლუკა კოხალაშვილი, როგორც ძალიან საინტერესო მოკრივე და მისი მოწინააღმდეგე იქნება გოგი გამისონია, რომელიც წარმოადგენს კრივის კლუბ მგლებს. ორივე ახალგაზრდა დამწყები მოკრევია, თითო ორთა ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო დაპირისპირება გველის თანაბარი ძალის მოკრევეები არიან. ლუკა კოხალაშვილის მწვრთნელი გახლავთ დათა წულაია, ახალი კრივის კლუბია, პროფესიონალურ კრივში ახალი ნაბიჯები ახლად გავენ, ასე ვთქვათ, მინდა წარმატებები უსურვო, რაც შეეხება კრივის კლუბ მგლებს და მიხეილ ბაკაშვილს, ის ყველასათვის ძალიან კარგად არის ნაცნობი და როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთ გამორჩეულ კრივის კლუბს წარმოადგენს კრივის კლუბი მგლები. სწორედ კრივის კლუბ მგლებში ემზადება გოგი გამისონია და დარწმუნებული ვარ, გამოყვება ის მარილი, ის ძალა, ის ხასიათი, რომელიც ყოველთვის ახასიათებთ კრივის კლუბ მგლების წარმომადგენლებს. ასე რომ ნახოთ რა იქნება რინგში. დებიუტანტ მოკრევეებს ვიხილავთ 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნიკა ხალიოვი ალექსი ბექაურის წინააღმდეგ. ბექაური წარმოადგენს დედოფლის წყაროს, მწვრთნელი არის თამაზ ყარაგვეზაშვილი. მოგეხსენებათ, არაერთი ძალიან ცნობილი სპორტსმენია აღზრდილი დედოფლის წყაროში, თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით და აი ბექაური სადებიუტო ბრძოლაში წარდგება აი ამ შოუზე. დარწმუნებული ვარ, იგივე ხასიათი, იგივე ბრძოლის უნარიანობა ექნება მასაც, რაც სხვა დედოფლის წყაროელ მოკრივეებს. რაც შეეხება ნიკა ხალიოვს, ის თბილისელი მოკრივეა, სადებიუტო ბრძოლა, მე პირადადაც ძალიან მაინტერესებს მისი ასპარეზობა. ნახოთ რა მოხდება უშუალოდ რინგზე. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა წკრიალაშვილი, გორელი მოკრივე უბრუნდება პროფესიონალური კრივის რინგს. მას აქვს რამოდენიმე ორთა ბრძოლა გამართული წარსულში, შემდეგ ჰქონდა გარკვეული პაუზა და აი ახლა უკვე დაუბრუნდა რინგს და იბრძოლებს. რაც შეეხება მის მეტოქეს, ეს გახლავთ ბექა ჩხიკვაძე, დებიუტანტი მოკრივე გუდიანის გუნდიდან. ბექა ჩხიკვაძეს ახასიათებენ როგორც ძალიან კარგ მოკრივეს, ფიზიკურად ძლიერ, ტექნიკურად გამართულ მებრძოლს, ასე რომ პირადად მე დიდი მოლოდინით ველი აი ამ ბრძოლასაც. და დღის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ორთა ბრძოლა იქნება დაპირისპირება დავით კაზიევსა და ლუკა ბარნოუს შორის. ლუკა ბარნოუს აქვს მოგებათა საკმაოდ გრძელი სერია ბოლო პერიოდში, სულ სხვა სიმაღლეზეა გადასული ეს მოკრივე და ბრძოლიდან ბრძოლამდე უმატებს, მას ჰქონდა ტრავმა, მოიშუშა ეს ტრავმა. დღესდღეობით წარმოადგენს კრივის კლუბ მგლებს ლუკა ბარნოვიც და დარწმუნებული ვარ, რომ ფიცხელ ორთა ბრძოლას შემოგთავაზებს. რაც შეეხება კაზიევს, წელს დაიწყო პროფესიონალური კრივის რინგზე ასპარეზობა დავით კაზიევმა გუდიანის გუნდიდან და მოგეხსენებათ, უკვე ორი ორთა ბრძოლა გამართა, ორივეში წარმატებას მიაღწია თბილისელმა მოკრივემ და აპირებს თავისი წარმატებული სვლა განაგრძოს, ასე რომ ეს იქნება მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ორთა ბრძოლა 31 მაისის შოუსი და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის ხილვით ისიამოვნებს ქართული კრივის კომაგი. აი ეს არის მეგობრებო ძირითადი წყვილები. მინდა გითხრათ, რომ 31 მაისს მართლაც დაუწყარი სანახაობა გელით, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ტიკეტ-ჯიზე. თუ გყავთ თქვენი ფავორიტი მოკრევე, გამოიყენეთ მათი პრომოკოდები ბილეთების შეძენისას და მიიღებთ ფასტაკლებებს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion-ი აგრძელებს პროფესიონალური კრივის შოუების ორგანიზებას თითქმის ყოველთვიურად და ყველა მასალა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube-ის არხზე Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდებზე კრივის სამყარო და Boxing Group Promotion-ი. ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, ერთად უქომაგოთ ქართულ კრივს.